რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ამნაირი გლახა ამბის მაცნეს უწინ არაცოცხლებდნენ. მაგრამ უკეთესი იქნება მე თუ დამინდობდა ხმალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ ალესავთ. 22-е зимние Олимпийские игры в Сочи объявляю открытыми. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. რუსები და ბელარუსები დაუშვეს ოლიმპიადასა და პაროლიმპიადაზე. We wanted to ensure all ჩვენ გვინდოდა უზრუნველგვეყო რომ ყველა სპორტსმენს ჰქონდეს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შესაძლებლობა და ისინი პასუხისმგებელნი არ იყვნენ საკუთარი მთავრობის ქმედებებზე. მე მჯერა რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მეტყველებს. ის რუს ათლეტებს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ეს ქალი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. ოდესღაც ოლიმპიური ჩემპიონი თვითონ. ასე ორშაურად რომ გაყიდა 2023 წლიდან მოქმედი ბოიკოტი. მაშინ პრეზიდენტი სხვა იყო და ოლიმპიურმა კომიტეტმა შეჯიბრზე რუსები და ბელარუსები აკრძალა, როგორც ერები. ფორმალური საბაბი მაშინ იყო რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა, ასე დაერქვა. რუსეთმა თავის წევრებად გააფორმა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს სპორტული ორგანიზაციები ოლიმპიურმა კომიტეტმა. ახლა კი რუსებმა ამ ქალთან დიდი ეჭვი მაქვს. გზები გამოძებნეს და როგორც თავად ამბობს, მისცეს გარანტია, რომ ამ ტერიტორიებზე სპორტულ ღონისძიებებს თურმე არ ჩაატარებენ. ამიტომ პრობლემა მოგვარებულად შეიძლება ჩავთვალოთო. ეხლა შეიძლება მე ჩქარა ვლაპარაკობ და კარგად ვერ მიხვდით რა ვთქვი. ზუსტად ოლიმპიელმა ქალმა რა თქვა. ახლა განმარტავ. პუტინმა შეუთვალა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დონეცკში აღარ ვიბურთავებ და ხერსონში აღარ ვიციგურავებო. იმათაც ჯიგარი ხარო. ეგ გვეყოფა ჩვენ და აკრძალვა მოგეხსნო. უფრო დეტალურად. დონეცკში, რომელიც ხელის გულზეა უკრაინელებისთვის და ყოველდღიი ბომბება, ხერსონში, რომელიც საერთოდ უკრაინელთა კონტროლის ზონაშია, შეჯიბრს არ ჩავატარებო. ამას ამბობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უკრაინული დრონებისა და რაკეტებისგან დაცული აღარც ერთი ქალაქი და აღარც ერთი ქარხანა. და ეს თურმე ითვლება რუსების გარანტიად. ზოგადად სპორტი კონკრეტულად კი არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტრადიციულად სამწუხაროდ კგბ სერიოზული ბუნაგი იყო. 1980-დან 2021-მდე 21 წელი კომიტეტს ხელმძღვანელობდა სამარანჩი, რომლის კოდური მეტსახელი კგბ-ს არქივში იყო სპორტული გენერალი. ვინ იყო და საიდან მოხდა სამარანჩი იქ? 77 წელს მოსკოვში ესპანეთის ელჩი ჩავიდა. წამოაგეს თუ საკუთარი ინიციატივით ქნა, კგბ-მ წაასწრო ანტიკვარიატის კონტრაბანდაზე. იაფად ყიდულობდა და დიპლომატიური პოსტით გაქონდა ქვეყნიდან. მოკლედ გამოიჭირეს ხუან ანტონიო სამარანჩი და დაითანხმეს. სხვაგვარად გაძევება და ალბათ კარიერის დასრულება ელოდა, მაგრამ დათანხმდა ეს კაცი თანამშრომლობას კგბ-სთან და ელჩობის ვადის დასრულების შემდეგ საბჭოთა კგბ-მ და გერმანულმა შტაზიმ სპეცსამსახურმა მისი კანდიდატურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად გაიყვანეს. მოადგილედ მეორე კაცა დაუსვეს ვიტალი სმირნოვი. უკვე დაუფარავად კგბ-შნიკი რუსი. ხო და ასეთ კბილად და ნარნარად მართავდა საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსული სპეცსამსახური მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობას 10 წლეულების განმავლობაში. და ახლა თქვენ გონიათ სამარანჩმა და კგბ-მ კუდები არ დატოვეს? დღეს აღარ ყავთ არავინ ვითომ დასაყრდენი. აგერ თუ არ ყავთ. დიახ, ნამდვილად არანაირი საბუთი არ მიჭირავს აი ამ დედაკაცის კგბ-შნიკობისა და ფსბ-შნიკობისა, მაგრამ რაც ახლა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩაიდინა, ნამდვილად პუტინის საქმეა და არავის სხვისი. და ასე მარტო მე არ ვფიქრობ. მადლობა ღმერთს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 420 წელს სპარტამ დაარღვია იმ დროისთვის აუცილებელი ოლიმპიური ზავი და მეზობლებს შეუტია. ამის გამო სპარტელები ოლიმპიურ თამაშებში ჩახსნეს. 1920 წლის აღდგენილ ოლიმპიადაზე აღარ დაუშვეს ომის გამჩახებლებად მიჩნეული გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი და ოსმალეთი. გერმანია სხვათა შორის ვერ მოხვდა ვერც შემდეგ ოლიმპიადაზე, თუმცა პირველი მსოფლიო ომი უკვე დამთავრებული იყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 1948 წელს გერმანია და იაპონია როგორც დამარცხებულები და გამჩაღებლები აღარ დაუშვეს. ასე იყო მაშინ. იმ სპარტელების ამბის შემდეგ ლამის 2500 წელი გავიდა და კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯი უკან. ფეხებზე დაიკიდა უკრაინის მთლიანობა და სპორტი როგორც მშვიდობის მსახურება. ახლა ვინ გაბრაზდა? აწი წამოვა და წამოვა. პირველი რეაქცია როგორც მოსალოდნელი იყო სრულიად ბალტიელებს ჰქონდათ.
ესტონეთის ფედერაცია იწყებს მუშაობას, რომ სოფლიო კომიტეტს ევროპულმა ქვეყნებმა, სწორმა ქვეყნებმა დაფინანსება შეუწყვიტონ და უარი უთხრან რუს და ბელარუს სპორტსმენებს უბრალოდ ვიზებზე. იმედია და ალბათ გამოჩნდება კიდევ ბევრი გაბრაზებული. იმიტომ რომ ფედერაციებში, სადაც რუსებს თავიანთი კუდები ყავთ, სადაც აქვთ არხები გაჭრილი და უხვად იხდიან. უკვე დაიწყეს განხილვა აკრძალვების მოხსნაზე. სხვადასხვა სახეობათა შეჯიბრში. მაგალითად, ფრენბურთის ფედერაციამ საერთაშორისო პირველმა გააუქმა რუსების მონაწილეობის აკრძალვა. კრივის ერთ-ერთი ფედერაციის ხელმძღვანელი საერთოდ რუსია, ამიტომ ისიც გააუქმებს. მოჭიდავებსა და ჯუდოისტებს რომ წინ არაფერი დაუდგება და ეგეც წინასწარ არ ვიცით. ფიფამ დავფიქრდებიო, ანუ ინფანტინოსთან ტრამპიზარები გვაკლდა. ახლა პუტინი დაიწყებს ჯერ ბოიკოტის გაუქმებაზე რეკვას, მერე წითელი ბარათების, მერე ყვითელი ბარათების კუთხურების და წავა. სამაგეროთ, ძლევოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ერთ-ერთმა უდიდესმა შეინარჩუნა ნამუსი და თქვა მაქსის სულელით არც შეგვაწუხოთ. უბრალოდ არ გვითხრათ. მილანის ზამთრის თამაშებზე რამდენიმე თვის წინ სულ 27 სპორტსმენი დაუშვეს რუსეთიდან და ბელარუსიდან. ისიც ეგრეთ წოდებული ნეიტრალური სტატუსით და მას შემდეგ რაც მათ ღიად დაგმეს რუსული აგრესია. ახლა ეს მოთხოვნაც უქმდება. ერთადერთი რაც საერთაშორისო კომიტეტს ჯერ არ შეუძელია, ჯერ 2028 წლის თამაშებამდე ამერიკაში აუცილებლად გადავწყვეტ მაგ საკითხს და საკითხი დატოვეს სანერვიულოდ. გადაუჭირელად რჩება დოპინგის ამბავიც. ეგ სკანდალი გეხსოვებათ. 2014 წლის სოჭის თამაშებზე ფსბ რო ღამე იპარავდა შარდის ნიმუშებს და უდოპინგოთი რომ ანაცვლებდა. მას შემდეგ რუს ექიპებს სახელი გაფუჭებული აქვს და ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის პუტინის სპორტსმენებს შეიძლება სხვა ლაბორატორიაში, ანუ სხვა ქვეყანაში მოაშარდინონ. ხო, აი, დიდი ნუგეშია, სად მოაშარდინებენ, თუ კი მისცემენ საშუალებას, რომ თელს ამ ოლიმპიურ მოძრაობაში ჩააჭ. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური ოლიმპიური პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. Я помню очень гадაცემა და